დაკეტილი კარები. ბიბლიაში არის ნახსენები, რომ დადგება დღე, როდესაც კარი დაიკეტება. ერთხელ უკვე დაიკეტა ხსნის კარი. ეს მოხდა ნოეს დროს. ისინი, ვინც კიდობანში არ შევიდნენ და გარეთ დარჩნენ, დაიღუპნენ. ასევე კარი დაიხშო მაშინაც, როდესაც 5 უგუნურმა ქალწულმა დაიგვიანა ქორწილზე და მისვლისას კარი დაკეტილი დახვდათ. ჩვენს წინაშე ორი არჩევანია. ან უნდა შევიდეთ, ან გარეთ ვიყოთ. თუ შიგნით დავრჩებით, მოვიპოვებთ საუკუნო სიცოცხლეს და საუკუნო ნეტარებას, ხოლო გარეთ საუკუნო წვდიადი და დაღუპვაა. ამგვარად არის ორი უკიდურესად განსხვავებული შესაძლებლობა: სიცოცხლე და სიკვდილი, ნათელი და უსასრულო კუპრზე უშავესი წვდიადი. ორიდან ერთი მოხდება მხოლოდ. ან შევდივართ უფალი იესოს საშუალებით ღმერთის სავანეში, ან ვრჩებით მის გარეთ. კარი შესაძლოა მოულოდნელად ჩაიკეტოს. შეიძლება ეს მოხდეს ჩვენი გარდაცვალების დროს. არავინ უწყის დრო და ჟამი. შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც უფალი დაბრუნდება დედამიწაზე. ეს დღე კი არც ისე შორს უნდა იყოს ჩვენგან. ერთი კი ცხადია, თუ შენ იმ დროისთვის კარს გარეთ აღმოჩნდი, მაშინ ეს ძალიან გვიანი იქნება. სამარადისოდ. მარტო დაფიქრდი, რას უნდა ნიშნავდეს და რა განცდაა იდგე დაკეტილი კარის წინ, რომელიც უკვე აღარასოდეს გაიღება თქვენთვის. იქ იქნება ტირილი, კბილების ღრჭენა, წუხილი და მტანჯველი ფიქრები. ოჰნეტავ შევსულიყავი მაშინ, როდესაც ვკითხულობდი ამ პატარა წიგნს, რომელიც მეუბნებოდა შემოდი. ისევ და ისევ, ჩვენს მდგომარეობაში შესაძლებელია გაკეთდეს ორიდან მხოლოდ ერთი არჩევანი. ან შევდივარ, ან გარეთ ვრჩები მე. აქედან რომელს უკუაგდებთ? განა გეყოფათ გამბედაობა, რომ გულწრფელად გასცეთ ამ კითხვას პასუხი? ოქროს კარვის ირგვლივ თეთრი ფარდებია. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ არ არის ცოდვილი ადამიანის ადგილი, რადგანაც აქ დავანებულია წმინდა ღმერთი. მიუხედავად ამისა, ღმერთმა ბრძანა, რომ გაეკეთებინათ ფართო და ლამაზი კარი. ამ კარში შესვლის უფლება აქვს ყველას, ვინც კი მოისურვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენც გვაქვს შესვლის უფლება, ვინაიდან უფალმა ჩვენმა იესომ თქვა, მე ვარ კარი, ვინც ჩემით შევა, ის გადარჩება. ნუ დარჩებით გარეთ, ღმერთი ყოველ ჩვენგანს ეძახის. ჯერ კარი კიდევ ღიაა, ქრისტე გაშლილი ხელებით გველოდება და გვეძახის. მოდით ჩემთან, ცოდვილნო, მოდით.